დილამშვიდობის ზარმაცობის დღე დაიწყო. იმიტომ რომ ჯერ როგორ შევძიავდი 10-ია დაწყებული და ესა ისიც მე სიკვდილება. დღეს მამიდასთან უნდა წავიდე. გუშინ დაპატიჟა ნაყინზე. და მიდიარ. მიზეზი ადამიანს თორე. ნაყინის ჭაბარო გიდოდეს ახაც ჭაფე. თან ის არის რა, ანუ არ არის ესეთი რამე გასაკეთებელი, რომ აი და სახში უნდა დავრჩი. თუმცა მაქვს გასაკეთებელი წიწაკის აჯიკა კი არა და მწვანე მშრალი აჯიკა რა მწვანე ეს იმწუსაც ვჭამო ეგ. ხო და გუშინ დავიწყე მაგის გაკეთება, მაგრამ გარეცხვის დროს აი აქ ავისუნთ გეტყობა და კინაღა მოუკვდი ხარ. კინაღა ფეხებ გავშიკე. ხო და ესე დაიწუროს მეთქი და ხალხს გავაკეთე. საჩავარდნილა, ნინა უკვე ყვეცინინდა იხარშება. აი მე ვღოდი ხარ საათ მაგია გემეცი ხარ შევიკარი. ცოტა ხანი მქონდეს რომ უბრალოდ ჩიკრული მეც რა მაგარ ხარ. აუ ესე თუ ჩამოხარ გეხვეწები სათვალე იდება და ჩამომიყოლე რა იქ ჩვენ. ზე სულად აჭერს და ხვდები რომ უკვე ჩემ თავს არ სიარულებს ხოლმე სათქე. წეღალა შესეკეთე და გაიკეთე გამიძაძღებეთ. ათმა მეთქვა და მომწ. ხო, დიდად ბევრს არაფერს არ უშვები ამ იმას. სერიოზულად მაგაკეთებული თან. იმიტომ რომ უნდა ციტაკა გავატარო, შაშან გავატარებ, არა შაშან, რამდენიმე ხნის წინ გავაკეთე 2 წლის წინ ალბათ რაღაცა. ნიგოზით. ხო და აი ხან ნიგოზი აღარ ყოლა შემიძლია რა და ნიგოზის გარშე ანუ ნიორი ციცაკა არაფერს არ ხარშავ დუღავ თუ თქვავ და რაღაცა კინძი და ცოტა დაფნა უნდა გავატარო ყო მარილი და დაღერღილი ციცაკაც უყავიო და რა თუნდა დაღერღილი ციცაკა დაღერღილი არ არის თუ მირა ხო, გუშინ რომ გითხარით, ჭიამაია გავაკეთო მეთქი არამე მეთქი. ხელის დადებით გავთიშე კამერა. ხოდა გადავედი გუშინ რომ მინდოდა რამის გაკეთება. ქვა ისეთი მრგვალი ვერაფერი ვერ ავნახე და გადავედი აქ უკან მუშაობენ ბიჭები და მანოს შევჩივლე რომ ლაშას რამდენი ხანია მეთქი ვეუბნები რომ ქვიშა და ცემენტი მომიტანოს თქო და არ მოვაქო და ჩვენო მაინც უნდა ვიყიდოთო ეხაო და რამ შორობა აქვს შენ მოგიტანთო თუ აქაო მერეო და აიღეო და მე აქ მოვიტანთო და მომცა ქვიშა და ცემენტი ვანიჭკა ხო და ნებართ აღებული ვანოსგან მოტანილი ქვიში და ცემენტით ეს ატრიბუტები აქ მაქვს თუ არ დამავიწყო მე პერიოდულად ვიდეოებს გადავიღებ და მე ერთ ვიდეოთ ვაქცევ თუ რამე გამოვიდა ჯერ. იქ მაქვს კაპჩა და ყველაფერი და აქ მაქვს კიდე გუში რაც გავაკეთეთ ჯერ მე და ნინომ სეტკი თავაწყეთ კარკასი და მაგაზე დავიწყეთ ბიტუნის მუშაობა 3 წილი ქვიშა და 1-ზე 12 ცემენტი. კარგად ავურიეთ და ხედეთ ნინა ხელი წავს როგორ არის გამაკეთებული. ხარა მოგრეს. დავდე მე შოკზე რომ მე ამას ძირი ხوار უნდა ჰქონდეს ბოლომდე რაც მე ყოის გავაკეთე. და ეს უნდა ვაქციოთ ან ციხე კოშკი იქნება დეკორატიულად, ან სახლი იქნება, არ ვიცი ნახოთ რა რომელი უფრო მოიხდეს. ციხე კოშკი. ეს სამ ავიც დილით რამდენად მოვასწრიფა, არ ვიცი, მაგრამ საღამო ხანს მინდა რომ გავუშვ მაგებს ყველაფერს ამოვავსებ.
დავამთავრებ რა მაინტერესებს როგორი იქნება. და თუ ეს გამოვიდა მე აი სპეციალური მწვანე ეს ძალიან უხეში მავლის არის სეტკა ის აი ესეთ ჩაულებრივი სეტკა არის ეს და ძნელია მაგისი დამორჩილება რა დამორჩილება არა აი დამაგრება და მეთქინა საკმაოდ უში ხელები ეს მზესების ხება ხო და გუშინე აი მან გამხაჭნა მწვანე სეტკა არის ვინმეა ნინო მწვანე სეტკები რო არის არა თქოს მანქანის მეკავიკე იმას ვიყიდი თუ გამოვიდა და მე უფრო კარგად გავაკეთებ დეკორაციებს ოღონდ ისე ცოტა უიმართლა რამდენიმე ხნის წინ სანამ ტელეფონს ვიყიდი მირეკავდნენ რამ 3 ან 4 უარი ვთქვი კინაღამ გავტეხე სათვალე ხალხმა 3 ან 4 უარი ვთქვი ბაღის და სკოლის ზეიმების გადაღებაზე იმიტომ რომ ტექნოლოგიები არ მქონდა და იმძელ ტელეფონს ვერ ვენდობი არც ხარისხი აქვს კარგი არც მეხსიერება აქვს კარგი არც სურათი აქვს კარგი და ასე შემდეგ წადი მე და მოიწესრე ოღონდ გარეთ ხო და ტექნოლოგიების ყიდვის შემდეგ გუშინ შემოთავაზეს გამოსაშვები ბაღის ზეიმის თუ რა ვიცი რაღაცის გადაღება და 19 რიცხვისთვის ჯერ მთლად პასუხი დადებითი არ მithვია, იმიტომ რომ ექსკურსიების თემა გვაქვს კიდე მოსაგვარებელი და არ ვიცი რომ ხა უარ დავთანხმდე და დაიმთხეს მე რა ვქნა და ერთ კვირაში ზუსტი პასუხი მეცოდინება მეთქი დაახლოებით, მაგრამ 90%-ით კაი თქო. ოღონდ ის უთხარი რომ ანუ როგორც ვიღებ ისე გადავიღებ. იმ ხრივ რომ მითითებები ან ეგეთი რაღაცა არ იქნება, ანუ აი ეს და ის, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცას ზოგადად, როდესაც რამეს აკეთებ, რამეს იღებ, არ აქვს მშობ რამეს ხატავ, როდესაც ჩარჩოებში გაქცევი, იქ ვეღარაფერს ვერ აკეთებ, არ არსებულია და მოკლედ სრული თავისუფლება მექნება, რა თქმა უნდა, გადავიღებ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აი ეს არ მინდა რა, რომ უემოციო კადრი იყოს რაღაცა და მინდა რომ ის კლიპები რაც აქამდე მაქვს გაკეთებული და რა ემოციასაც იწვევს, მანაც მასეთი ის გამოიწვევს თუ გადავიღე და 90%-ით გადავიღებ. კაია, გამიხარდა. ასე რომ ნახოთ. ეღამშია. კვეცხ მოხარში 2 დღეა ჩემი თავით. ძალიან კმაყოფილი ვარ და აუ ნინო ნუ აკივლებ არების გაგება დამოიწყდა და დაიორთქლა ყველაფერმა ჩასვი სასწრაფოდ ჩასვი ნუ ატირე ბავშვს ხო და ისა კაია რა აი სიტუაცია მე ეს გავწუწევა. პირველი მცდელობა იქნება ეგ იმის მერე რაც ჩემაშულებმა დაამთავრეს ბაღი. იმიტომ რომ როხსანავით იყვნენ ხოლმე რაღაცებს ვიღებდი მე თვითონ. და დღემდე მაქვს უამრავი კადრი ბაღიდან მოყოლებული. და ალბათ იოანე რო სკოლას დაამთავრებს ალბათ სადღაცას ზედმეტად ჩაყვეხებული სიტყვა იყო. იონერი სკოლას დაამთავრებს ძალიან ბევრი კადრი მაქვს, რომელიც სავარაუდოდ ბანკეტზე ან ბოლოზარზე გამოვიყენებ, იმიტომ რომ ყველა ექსკურსიის კადრი მაქვს, ყველა რაღაცის კადრი მაქვს და ყველა ფერი მაქვს აღბეჭდილი და აქედან ესეთი პეტეცინები რო არიან და იზრდებიან, სულ ყველაფერი მაქვს მაგათი. ასე რომ გეშინოდეთ იორეს კლასელებო. ყველა ინფორმაცია მაქვს. ავიცი რა მაქვს კიდე ბავშვებო არ თუ გიყურებთ. კარნავალი რო გქონდათ მანანა მასწავლებლის კლასში და ფორმები რო გაცვიოთ, ზოგი წითელგუდა, ზოგი მგელია,
ზოგი მამალია, აუ ისეთი სასაცილოები ხარ, ისეთი სასაცილოები რა იყო. ეს არის ძველი შუშების სტილო. დაახლოებით 15 წელია მაგ. შეხედეთ ამას. ხასველი არის, ჯუჯინი არ გეკო. ვერ ვაგდებ ხალხმა, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი შუშების სტილო, რაც კარგად წმენს შუშებს როგორც ეს. ამიტომ ჩამოვიტანე და მაქვს კუხნაში სულ ხელთ, რომ აი რაღაცა გავწუწა, უცბად ჩამოუსვა, რომ ვერ ვაგდებ ხალხმა ძალიან მაგარი სტილო. აუდე, შეჭროდი დავაჭერე. ხო. მე ჩამოვსმევს უყურეს. ეხლა გავწუნებ კვერცხი და ჭამოთ. გავსკდა რა კვერცხები. ათანამეთ ხო. ჩემი თავით ვარ ძალიან კმაყოფილი 2 დღეა. და რატო? გაგიხსნა კვერცხი? კაი, მაშინ მე შევჭამჭი. სულ ის კომენტარი მახსენდება, მართლა დიდი მადლობა ეგრო დამიწერე. და ხუთ გუშინ ხათუნამაც მიამატა. ხოდა. ის რომ აღარა ვფიქრობ, რომ ხშია. რო არა ხშირდო და აი ეს შიმშილის გრძნობა სიამოვნებს. არა კატასტროფულად ხშია და თავს ვიკლავ, არ მithქვი. გუშინ პურით ვჭამე, კარტოფილით ვჭამე, გემრიელათაც მივირთვი, დაახლოებით სკოლიდან რომ მოვიდნენ, ну, 3:30 იყო, ალბათ 3-მდე. ეგ იყო ჩემი პირველიც და ბოლო ჭამაც. აღარ მომშივნია და მე ღამე დავლია ცხელი წყალი. ძილის წინ. მე ძინა იდეალურად თავს ვქცნობ იდეალურად. არ მში არაფერი. ეხლა რომელი საათია? 10 აკლია 10. შევჭამ ერთ კვერცხს და ცოტა კიცს და ცოტა პამიდორს. ახლა ორ კვერცხს რო შევჭამ რა მოხდება? არაფერი. დღეს ნაყინსად შევჭამ. უბრალოდ ისა მართლა მაგარი კომენტარი ალბათ სულ გამხდება. და იმაზე რომ წავალ მე სამოდელო სააგენტოში მუშაობის დასაწყებად. ფოტოსესიებისთვის ვიტყვი რომ ყველაფერი კომენტარის შედეგი. როდესაც გითხრეს რომ მართალი გითხრეს. აკი არ გინდოდა. აჰა მე წაიღე და ამაზე გავწუხენი. ან რა ვიცი. გიაი შენ დატეხილი თუ გინდა გავწუხენი. ხოდა. აუდე, ხელი ჩიჩო. ხომ გავწუხნე სადენი. რომშვები ეგ სულ აღყვება ის. ნახევარი პამიდორი მე ნახევარი შენ გაწყობს? კი. თებში არა გაქვს? ხვალ ამ დროს უკვე ქუთაისის გზაზე ვიქნები მე. შენ წახვალ ტაძარში იმამასთან? ხვალ ივანეცი ტაძარში იქნება მე და ბავშვი ქუთაისში მიგვის. კაცოსაც და თუნდის მეწავა. ბარბარის სახში იქნება პრინციპში. რატომღაც წარმოვიდგენ? არ არის ბარბარის სახში. ბარბარისას კონცერტია ქართულში. ესე იგი შენ და მამა ხართ რა მოკლა. ტასოს მიეწევ და თუ წავა. ტასოს რას მიწერ ხალხი? ტასოსთან არ მჯოხვიდე? ხო. თორმეტ საათზე ვაპირებდი მე წასვლას მოგეძახთან, მაგრამ ეს წიწაკები რომ მაგასაკეთებელი, მაგას გავატყობ ახლა რომ და ჩავალაგებ რა ვიცი ბანკებში, საჩიილება ჩავალაგო, ეგ ისე რომ ზამთრისთვის და რაღაც არა საჭმელად და მაცივაში მე მგონი არაფერი მოუვა, ხო? მაშინ ცოტა გავაკეთე და მალევე შეიჭამა და ნახდათ არ ვიცი. ნამდვილად, ნახდათ არა. ნამდვილად არ ვიცი როგორ ინახება. ანუ თუ შეინახება საერთოდ. არ მაცივაში არაფერი არ მოუვა. აი მისავით ეთერფაი იქ TikTok-ში რა ნახე რეცეპტი. არა, მე რეცეპტი მე არ მინახია.
ადრე რო გავაკეთე იმის გავსად ვაკეთებ, ოღონდ არა ნიგზით. ყავაც არ დამილევია. მაგრამ ჯერ წამოწაჭე. და გვინა პური. Готово. Ай, გვაქვს ერთი ჯური პოვე მე, ამას მე შევჭამ. შევჭამ შენ. ეხა და ესა რომელმა წარმოიდგინა რომ ეხა მედანიო აპირებთ კამერის წინ ჭამას. ჰა, ეს ჩემი ხალხი ტიპო. მიხურე კარი. არაფერსაც არ ვაპირებთ, ეხა ჩავთავ სერიალს. იმას დაქირავებულ სიტყვას. და ვუყურებ თან. ასე რომ იბედი გაგიცრუებდეთ კამერასთან მუკბანგობას არ ვაპირებ. და ისა თუ ოდეს მე გავაკეთე. ამოდით. გადამასხით ბენზინი და გამიკიდეთ ცეცხლი. 49 სერიაზე ვარ. სინან და იასემინი ბეჭედს რო ეძებს საჭმელში. მართალია. ეს ხომ ნამწვარია. დროებით. ნინო. მოდი ეს პარტები ის არის, კაი პარტებია და წაიღე რა. ჩადე შანტაჟი. აი ვისორა ლამაზი ხარ, ჩემო ბიჭო. ნინო. არა ვიოთ. ცოტა ჯემიანი პურიც მივახოლე. პატარა ინერეთ პატარა ოთახია რომ კამერას რო ვდებ რაღაცა ვერ ვეტევი. კაი სიტუაცია ახვალბე როდესაც დადებსადმე და მთელი ის ჩას რა. ეხა კი ჩას, ეხა ეს უშლის. რა გაწმენდი. აი ლოკაცია ფრიანად ჩას ეგ კაია ხო. აი ეს ყავა სადმე გარბოდა რომ ესე ძალიან არ შეეკრა. ჰა ხანის არის ჰაერია გამოსული და ნინო შენ შეკარი გზადაგზა თუ თვითონ მე უყურე აი ხა მოდი და გახსენი ხავხსენი წადი მიდის ვიდეოს წერე ხო გამხტული იყო ყავაში გრიფ პარკში და სულდად იყო მიკროფონი აი მე წუხელ სიზმარში რა დავიტანჯე წუხელ არა დილას რა მაგვიანდებოდა ვითომ სამსახურში ვითომ ჯერ ჩემი ძმა უნდა ამოსულიყო და წავეყვანეთ მე უცბად გამახსენდა 10 საათამდე ველოდე და არა და 9-ზე იწყება სამუშაო მე უცბად გამახსენდა რომ დღეს ჩემი ძმა არ მუშაობს მეთქი და რატო ველოდები და ვაიმე მარშრუტკის გასვლის დროც არ ითქო მაგვიანდება ვითომ ისა გარბი ვარ უკვე და მავიწყდა ფული და მოვტრიალდი და 2.50 ავიღე და წავედი ნახევარი გზა რო გავედი და მავიწყდა რომ ტელეფონი დამჭი და მოვტრიალდი და ისევ გავიქეცი ვაიმე რა ძნელია ეგეთი რაღაცა ხოლმე წიმივედი და თამთას ვეუბნები რომ ვაიმე მეთქი ესე მომივიდა მეთქი და რომ დავაგვიანეთ ქოითო სადაც 2 საათი დავაგვიანე და დავიტანჯე რა უფეთურობა იყო
და მოგვიყვეთ კიდე სიზმარში ესე ჯერ რო გაგვიანდება და სულ რო გაგვიანდება მე რო გარბი ხარ და ვერ გარბი ხარ მე რო რაღაცები რო მოგდებენ და რო გიჭერენ და ესე რო არიან უკვე და თა რო გარბი ხარ უსწრებ მაგრამ ვერ გარბი ხარ ვაიმე ეგ არის ხოლმე კოშმარი და ყველაზე მაგარი შეგრძნება არის სადღაციდან რა გქონია რა სადღაციდან გადმოვარდი და პრიჟობს რო გაჭიმავ საწოლში ხოლმე ეს რო ახტები უცხად ეგეც მაგარია აუ დღეს რა ძალიან ზარმაცული დღე მაქვს ნეტა იცოდე პატარა კოზია ეხლა და მესამე რო ჩავყარე მოგაინახავთ გუში დროს გამოწმენდილიც ამ მქონდა ტრებიც და წვედი და ლუსტრებიც არაფერი საქმე აღარ მქონდა და ეხლა გავარდა გაჭერა თვალებს მარა ისა ამოვიქოქები არა უშო ის ამოვიქოქები ახლა სადაც არის უნდა წავიდექებოდ დინო შოკოლადი გვაქვს რამე არა არ მინდა არა აი სულ ის კომენტარი მიდგება ხოლმე არ მინდა შენ თუ გინდა ხო სავარაუდოდ მამიდასთანაც რამე შევჭამ და ცოტა იმას ვისევრა თაფში კანგულე ალანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს ის რომ დღეს მე შოკოლადი ვჭამო ისა აი ისა მაგას ეცხრებოდა გუშინ გავრეცხე სუფრა არ შემოიტანო აქ პარკი იქვე დადე აქ ცხელა გავრეცხე სუფრა რომელიც ბარბარის დაბადების დღეზე მქონდა გადაფარება მაგრამ არ მქონდა შემწვარი თევზი მქონდა მარტო რა ანუ რაღაცა რო იფიქრო რომ გავრეცხე გუშინ სუფრა ალა ფრანში გავრეცხე გამომხარში ოღონდ მანქანაში საშინელი თევზის სუნი აქვს რაღაცეებიც მქონდა მაგასთან ერთად შეყრილი და გული გამისკდა ამეებსაც ხო არ აქვს თქო და არაფერს არ აქვს გარდა იმ ერთი სუფრის ერთი ადგილისა ეგეთი რამე არასოდეს არ მომსვლი თან წეღან ლაშესაც უთხარი ანუ თევზი სხვა რამე მქონდა ანუ მარტო შემწვარი თევზი მქონდა რომელიც ხეკი მქონდა შემწვარი ანუ არა აქ არც მძაფრისუნი და არც ის არ ვიცი 11 საათი ხო და ეხლა აქ მაქვს ფაბერლიკის თუ ეივონის მაგრამ ეს მენანება სამაგის ეივონია თუ ფაბერლიკია ხო მია თაბო ეივონია მე მგონი ან ფაბერლიკი რა ვიცი აი ეს მაქვს რომელსაც ვიყენებ ხახვის, ნივრის, თევზის და ეგეთი თუნდაც მაგიდი სტილოებს როგორ რეცხავ მე ამით რეცხავ რომ არ აქვს სუნი უბრალოდ იმ ზაფსუნებს ანეიტრალებს ეხლა ვფიქრობ ამით ის ქნა თუ ჯერ ვცადო და მარტო ალაფრანი მაქვს კიდე კი ცოტა მაქვს ალაფრანში რომ გამოვხარშო მარტო არა და ისეთი კაი სუფრა არის მაგის გადაგდება შანსი არ მაგრამ ეს სუნი საიდან აქვს ვერ მივხვდი თან ისა ეთერაბაბო მიყიდა ეგ სუფრა და ძალიან მოყვარს ამიტომ რაღაცა უნდა ვუშველო აი ყავა ყურმსაოში რომელი დაიწყო მე რა უთხარი 11 დაიწყო კანის გატარებას და მორევას და ერთ ქვაფში ჩაყრას რა უნდა არც არაფერი თან იდე მაქვს საჭველი გასაკეთებელი ოღონდ რაღაცები მაქვს კიდე და რანაირად ხოდა არ ვიცი ამდენად მჭირდება საჭვლის სხვა საჭვლის გაკეთება
ეს არის შილაფლავი, რომელიც სავარაუდოდ მარტო ლათის ანაწერა უნდა გახდეს და მაქვს ქათმის ხორცი, ამას ვიწავე ხა. შემოვაცხელებ და მაქვს კიდე ბადრიჯანი მაიონეზში. რა ნაწილებია? სხვა შორის მიყვარს ეს ნაწილები. ძლიერები როა ხეხევალი დაგით რაღაცების საჩალიჩორო. ეხლა მას დავაწყობ. ასე წამოვაგებ და განვაახლებ. რო გაყინული არა ჭამო ბავშვებმა. და ამას გავაკეთებ კიდე. სანამ წავალ. ის მინდა რაღაც უნდა მეთქვა. ხო, ქათმის დაკვრამილი ერთი გიჟი მამალი მყავდა. და ამ დღეებში მოვაშორე, იმიტომ რომ რაღაცა ეჭვი მაქვს, რომ პატარა ქოჩორა იაპონკა კრუხდება და მინდა რომ ისაუქნა. გამზადორა ბუდერა დაჭდეს და გამომიჭირდეს პატარა წილები. ნახოთ აბა ეს რამდენიმე დღე დავაკვირდები და თუ რაღაც არის გამომზადებ უკვე. წაველი ხა დიდად თქვენც აღარ შეგაწყენთ. დავდებ ყავას და არც მიდგები ცოტა რაღაცა გავაკეთო და დამსახურებულად შემეძრო სახლიდან გასვლა სტუმრად წასვლა და დარდი არ მქონდეს აქეთ რომ რაღაცა დამრჩა ასე რომ 2 საათი მეყოფა მაგისთვის. კარგად და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. აბა ჰე